გესმის ეს? ის ბავშვი გახდა. მეორე შვილი ძალიან მაგარია. რა? მიხევი იმცეთ მანქანას. ტუსი, დუსი, ისი ტუსი. ღმერთო ჩემო. ღმერთო ეს ძალიან საოცარია, სინამდვილეში მეორე შვილი ძალიან მაგარია. ეს ბედნიერება. არც კი ვიცი რა ვთქვა. ძალიან ბედნიერი ვარ. მოიცა. მეორე შვილი ძალიან მაგარია. მეორე შვილი. რა მეორე შვილი? ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამისთვის სერიოზულად უნდა მოემზადოთ. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ძალიან მეგახარებული ვარ. მოემზადო? რისთვის უნდა კი, მაგრამ რომ მოემზადოს. ისა მოგცემ ბედნიერია. და რა მოხდება თუ მას ნამდვილად უნდა მეორე შვილის გაჩენა? და არავის ეკითხება სამის შესახებ. რა საკეთება აქ? არაფერს. დავდივარ. კარგი. დედა არ გინდა რამე მითხრა? არა, ყველაფერი კარგადაა. და ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში მალე არაფერი შეიცვლება? არა, ნიკოლ, ას გულისხმობ? კარგი, არაფერს. ნიკოლ, ხედავ, ჩანხარი. ამიტომ მოდი აქ. ნიკოლ, მითხარი, რატომ მითვალთვალებ? დედა მეჩვენება თუ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიმალავ და საერთოდ არ გინდა ჩემთან საუბარი. მე შენ არაფერს გიმალავ. რატომ ფიქრობ ასე? დედა, ახლა არ გინდა რამის თქვა. მესმის, ეს შენი არჩევანია. გასაგებია. ასე რომ მე მარტო არ უნდა ვიყო. ხარდამჭერა მჭირდება. ზლატა. ალო, გამარჯობა, რა შვები? როგორ ხარ? გამარჯობა, არაფერს ამშვები. სახლში ვარ. აქ მე ძალიან მჭირდები. მისმინე, შეგიძლია მოხვიდე? კარგი, მანე მოვალ. მადლობა და გელოდები. საქმე ცუდადაა. ცხოვრებას ამისთვის არ მოუმზადები ვარ. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის არსზე ხართ. მოკლედ რაღაც წარმოუდგენელი ხდება ამ ვიდეოში. ალბათ დედას კიდევ ერთი შვილი ეყოლება. რა? ანუ ოჯახში მარტო აღარ ვიქნები და ასევე დედა ჩემი ბავშვი გახდა. მაგრამ ამას მოგვიანებით ვიდეოს ბოლოს ნახავთ. ვიდეო ძალიან საინტერესო იქნება. ასე რომ აუცილებლად დაელაიქეთ და უყურეთ ბოლომდე. ნიკოსია, გამარჯობა. რა მოხდა? გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ მოხვედი. მოკლედ ამას ახლა ვეგეთვი. და ჯეკი, მითხარი რა მოხდა? მოკლედ, დიდი ალბათობით დედაჩემს მეორე შვილი ეყოლება. ეს ძალიან კარგია. ძმა თუ და? კარგია. ყოველთვის მარტო ვიყავი და ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. დედას უნდა ელაპარაკა ჩემთან ამაზე. დიახ, მართალი ხარ. და საიდან გაიგე ამის შესახებ? მე შემთხვევით გავიგე დედაჩემის საუბარი. და მან თქვა რომ შვილი ეყოლებოდა? ისე, როგორც თქვი? მან რაღაც თქვა ბავშვებზე, რომ იგი ძალიან ბედნიერია. კარგად ვერ გავიგე. ასე რომ შენ აუცილებლად უნდა დარწმუნდე. მე მაქვს გეგმა. შენ უნდა უთვალთვალო მას და შემდეგ სიმართლე გაიგო. კარგი, მართალი ხარ. წავიდეთ. ზლატა, ის ახლა მიდის. დიახ, ჩვენ უნდა გავყვეთ მას. გამოიძახე ტაქსი. კარგი, დამელოდე. კარგია, ტაქსი აქ არის. ქურთუკები არ ჩავიცვათ? მართალი ხარ. იმოძრავე იმ თეთრი მანქანის უკან. მან შეუხვია. სად არის? მე ვერ ვხედავ მას. მე მგონი, იმ გზით წავიდა. შესაძლოა. იქით შეუხვიეთ. ის ბავშვის ტანსაცმელს არჩევს. ახლა უკვე ეჭვი აღარ მეპარება. ის აქ მოდის, გავიქცეთ. სწრაფად, სანამ დედა აქ მოვა. ნიკოლ, ქულთუკი კარდაში დაკიდე. მიდი, გაიქეცი. რას გახარ მანდ? გამარჯობა. სად იყავი? უბრალოდ გავისეირნე. კარგი, თუ ასეა, მაშინ კარგია. კარგი. ზლატა, წარმოგიდგენია? ის ისევ ყველაფერს მიმალავს. მართალი ხარ და რის გაკეთებას აპირებ ახლა? კარგი, რაღაც იდეები მაქვს. წავიდეთ ჩემს ოთახში. მაშა იდეა გაქვს? იდეა ისაა, რომ დედა დავარწმუნოთ, რომ ბავშვი არ სჭირდება. ახლა ჩვენ ვაპირებთ YouTube-ის ძველი რიტუალის გაკეთებას. რა? კინდერს მოვაჯადოვებთ და დედას ჩუმად მივცემთ. ის შეჭამს და ეს სულელური ასრები სამუდამოდ წავა მისი გონებიდან. კარგი, მე კინდერს მოვიტან. მოვიტანე. კინდერი სანთელთან დადე.
დუსი მუსი, გუსი დუსი, ბუსი კასი, დუსი ტაჩი. Დარწმუნებული ხარ რომ ეს დამდვილის ველოცვა? და შენ ხომ არ იცი სხვა? არა, კარგი, კიდევ ერთი. ბუსი დუსი, ბუსი დუსი. კარგი, ეს ყველაფერი დასრულებულია. ახლა დედას უნდა მივცეთ. დედა, მე შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს. მაგარია. რა გაქვს? კინდერი. კარგია. ბონი მოგვიანებით შევჭამ. არა, დედა, ჭამე ახლავე. ნიკო, რატომ იქცევი ასე უცნაურად მთელი დღეა? დედა, გთხოვ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მაინც საჩუქარია. აიღე და ჭამე. კარგი. ასე რომ, შენ რამე ახალი ხომ არ გინდა, დედა? არა, რატომ მეკითხები? და რას ფიქრობ პატარა ბავშვების ყოლის შესახებ? ეს ბედნიერება, მშვენიერია. არ იმუშავა. კარგი რა. ნიკოლა, არაფერი გამოგვივიდა. არ ინერვიულო, კიდევ ერთი ვარიანტი მაქვს. გასაკეთე? რასტა? ჯადოქარს ვეძებ დედა ჩემის მოსაჯადოებლად. ნიკო, ეს ზედმეტია. შენ დედა არ უნდა მოაჯადოო. ეს მეტისმეტია. ეს ომია. ომში კი ყველა საშუალება კარგია. ნომერი ვიპოვე. გამარჯობა, ჯადოქარი ხარ? დიახ, გისმენთ? დედა ჩემი უნდა მოაჯადოო. იმისთვის რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ ჩემთან ისაუბროს. შენ სწორი ადამიანი იპოვე. კონკრეტულად რისი გაკეთება გინდა? მოკლედ, დედაჩემს მეორე შვინის გაჩენა უნდა და არაფერს მეუბნება და მინდა რომ ამ საკითხზე კონსულტაციისთვის მელაპარაკოს. ძალიან გთხოვ, აიძულე მას რომ ეს გააკეთოს. კარგი, მაშინ მომისმინე რა უნდა გააკეთო. შენ უნდა დააძინო იგი. შემდეგ ისევ დამირეკე და რიტუალს ჩავატარებთ სპიკერზე. ნახვამდის. კარგი. გასაგებია, ნახვამდის. დაძინება? ის ნორმალური ჯადოქარი არის მაინც? კარგი, არ ინერვიულო. აბა ცადოთ, თუ არ გამოვიდა, არა უშავს. არაფერი საშინელი არ მოხდება. კარგი. დედაჩემის დაძინებით არაფერი არ დაშავდება. ჩუმად. იმედია მას რამე წამოს არ დაალევინებ. არ ვიცი. ნიკო, კარგი ხუმრო, მე მას დამამშვიდებელ ჩაის მოუმზადებ და დავაძინებ. ეს ჩაი ჩვენთან ჩინეთიდან ჩამოიტანეს და ის ეგრევე გაძინებს ხოლმე. სადაა, წავიდეთ. კარგი დედა, ესენ ჩაი გაგიკეთე. აიღე. ეს უცნაურია, მაგრამ დიდი მადლობა. ეს ის არის, რაც მე მომწონს? შენი ფავორიტია. ეს მხოლოდ შენთვისაა. დიდი მადლობა. დედა, დალიე მეტი, ბოლომდე დალიე. კარგი, ვსვამ. კარგი, მას ჩაეძინა. კარგი, დაურეკე ჯადოქარს. ჰო. გისმენ? გამარჯობა, ჩვენ იგი დავაძინეთ. დარწმუნებული ხარ რომ შვიდად წინავს? დიახ. შეამოწმე იგი. ძალიან მშვიდად წინავს. კარგი, ახლა ჩართე სპიკერი და ტელეფონი სახესთან მიუტანე. შელოცვას გავაკეთებ. აჰალი, მაჰალაი, წაიყვანე ბავშვი. აჰალაი, წაიყვანე ბავშვი. ახლა დაელოდე მის გაღვიძებას და ყველაფერი კარგად იქნება. ნიკო, როდის გაიღვიძებს? ამას ჩვეულებრივ 5 საათი სჭირდება. იქა დავეხმაროთ მას. როგორ? აქ და ჯექი, მე მაქვს იდეა. რატომ გჭირდება სკამი? რომ წავაქციოთ. ბაიმე, დედა შემთხვევით სკამი წავაქციე. არ გაეღვიზა, ჯანდაბა. ნიკოლ, რატომ გჭირდება ქვაბი? ეს არ არის მხოლოდ ქვაბი. კიდევ 2 კოზი მაქვს. და ჯანდაბა, მას არ გაეღვიძა. ამან არ იმუშავა. და რო ჩავარტყათ? ნიკოლ, ეს ხომ დედა შენია. მან მაინც არ გაიღვიძა. კარგი, წავიდეთ სამზარეულოში და უფრო ხმაურიანი ნივთები მოვძებნოთ. კარგი, რა იქნება ხმაურიანი? ფიქრობ, ეს არ გამოდგება. გესმის ეს? დიახ.
ღმერთო ჩემო, ეს ჩემი ფრაზაა. მეც უბრალოდ შოკში ვიყავი. დედა, რა მოხდა? მან ისევ დაკარგა მეხსიერება? არა მგონია ეს მოხდარ იყო. ვაიმე, ის ბავშვი გახდა. რა ვქნათ? ჯადოქას ხომ არ დაურეკოთ? სად არის ჩემი ტელეფონი? აქ არის. კარგი, დაურეკავ მას. გითხრას რა ხდება? მიდი. გისმენ? რა დააკეთე? რას გულისხმობ? დედა ჩემი გადაიქცა ბავშვად. ო, იცი რა არის? საქმე იმაშია, რომ ჰოგვარტსში ვერ მოვხვდი და კარგი ჯადოქარი არ ვარ. ხო და შეიძლება რაღაც არასწორად გავაკეთე, არ ვიცი. ალბათ მეხუმრები ხო? როგორ გადავაქციოთ ის ისევს დასრულად? გვითხარი ახლავე და დაგვიხმარე. გადაქცევა ჯერ არ ვიცი, მე მხოლოდ შეცვლა ვიცი და ისე უკან დაბრუნება არა. იქნებ შენ მოიფიქრო რამე. ახლა უნდა წავიდე, ნახვამდის. ო, ალო, მოიცადე. ის ტირის. არა უშავს. დედა, მოიცადე. არა უშავს, ყველაფერი კარგადაა. სკამი. არა, ეს ძალიან საშიშია. არა. ტაფა, ნიკოლა აიღე. გინდა კალმარის თამაში? ბავშვებო, მაგარი იდეა, ხოლმე დაწეროთ კომენტარებში, ვის უნდა რომ კალმარის თამაშის ვიდეო გადავიღოთ. დაწერეთ ახლავე. დედისთვის, ეგ ახლა უკვე დებისთვის გამოდის. ეს გამომწერებისთვის. და რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ანუ ახლა გამოდის, რომ ახლა დედა აქ რეალურად არ არის. ამიტომ ყველა სახლის საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. რა კოშმარია, საჭმის გაკეთება, დასუფთავება, ყველაფრის გაკეთება, ეს შეუძლებელია. ჩვენ ძალიან გავიჭირდება. რაც შეეხება ძაღლებს? და ეს არ არის ბავშვი, არამედ მხოლოდ უბედურება. გამომწერებისთვის. ლაიქებისთვის. ძნელია, როცა დედა აქ არ არის და მთელი პასუხისმგებლობა ჩვენზეა. დედა, გთხოვაო, სწრაფად დაბრუნდი. ტანია. აქამდე არასდროს ვიცოდი თუ ჩემი ძაღლები ამდენს გუკავდნენ. მათ სულ დედა შენი ასე ერნებდა. დედა ჩემამ ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის და ჩვენი ოჯახისთვის და ამას არ ვაფასებდი. არი ნერვიულო, ჩვენ მას დავიბრუნებთ. იმედი მაქვს. ნახე, მე მყავს თოჯინა. აქ არის ძროხა. მოდი, დავიძინოთ. ერთად დავიძინოთ. აი, აქ კი ძაღლები არიან. შენ ახლა აუცილებლად უნდა დაიძინო. უი. აქ ისიც აპირებს დაძინებას. დაწექი. მიდი. ცოტა დაიძინე. აი, თოჯინაც შენთანაა. ნახე რა ლამაზი თმა აქვს. როგორი შენ? მიდი დაიძინე. დიახ, დაიძინე. განაგრძე. აიძინე, მშვიდად იყავი. დაისვენე. ჩუმად, წყნარად. ამასობაში კი ბავშვები ახს გამოიწერენ. დედა, შენ მშვიდად იყავი. დედა, არ ნერვიულო, ჩვენ მიპოვით გზას და დაგაბრუნებთ. ამასობაში დაისვენე. მე წავედი. მოიცადე, თუ ახლა დედა ბავშვია და არაფერი არ ესმის, შემიძლია რომ მთელი ღამე ჩემს მეგობართან ერთად დავრჩე? გაჩერდი, ვინ მეგობარი? მოიცა, შენ ბავშვი არ ხარ? კარგი, მოდი აქ. ნიკოლ, მე გავიგე ყველაფერი, რაზეც შენ და ჯადოქარი შეთანხმდით. ვიფიქრე რომ გაკვეთილს გასწავლიდი. რა? ანუ გამოდის რომ ჯადოქარმა და მის მამაკია მარიმუშავა? რომელმა ჯადოქარმა იმ შარლატანმა? კარგი რა. ახლა მითხარი, რა გაწუხებდა ასე ძალიან? უბრალოდ მეშინოდა რომ მეორე შვილი გინდოდა. ამაზე არ გილაპარაკია ჩემთან. რა გაფიქრებინებს ამას? ხო, მე შემთხვევით გავიგე შენი საუბარი. მოგისმინე და მე ბავშვის მაღაზიაში დაგინახე.
ნიკო, ჩემი მეგობარი მეორე შულზეა ორსულად. ამიტომ მე ვეხმარები მას მომზადებაში. ნიკო, არ ინერვიულო. თუ ეს სასწაული ერთ ჩვენიან დღეს დაგვემართება, აუცილებლად გეტყვი. ძალიან მიხარია რომ პატარა არ ხარ. ძალიან მიხარია რომ პატარა ხარ. მე არ ვარ პატარა. 3 2 1 0 თქვენ მის რეკორდის არსზე ხართ. გმადლობთ რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ და ლაიქება. და მე გავიკეცი. ნიკო, დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი კარგად იქნება? კი, ეს TikTok-ში ვნახეთ, შეუულებრივი წამალია. არ გონიათ რომ ამ წამალზე ექსპერიმენტების დროს რამე ცუდი მოხდება? საკმარისია ლაპარაკით, რომ უნდა გავაკეთოთ წამალი და სწორედ ამისთვის გვაქვს ასეთი კოლბა. რა უნდა გააკეთო ამ წამლისგან? საოცარი გეგმა მაქვს, მალე გაიგებ, ჯერ წამალმა დავამზადო. ასე რომ ვიზებთ კალმარის თევზის ლორწოს. საიდან ისჩოო ეს თევზი და ლორწო? რა თქმა უნდა, შავ ბაზარზე ღმერთო ჩემო ჟენია ბავშვი ხარ, ჯერ კიდევ უნდა ისწავლო. ეს სიგიჟეა, მაინც რა სახის ინგრედიენტებია ეს? მარტოხილა ქათმის კვერცხი, რომელიც 7 წელი ცხოვრობდა ტიბეტში. ღმერთო ჩემო, არ შეიძლება უბრალოდ რომ შვის ფაფა დავამატოთ? ჟენია, ფაფის გაკეთება გინდა თუ წამლის, რა შვის ფაფა? კარგი რა. და შესქელებული რძე, ჩვეულებრივი შესქელებული რძე და რატომ არა მაღალძაბუენის ჟოდვან ჰიპოპოტამის ტრაკი? ზატა რას ამბობ, ასეთი რამ არ არსებობს. და მანდელად თქვით ხომ არსებობს კი, ყოველდღე ვჭამ. კარგი, შეწყვიტე საუბარი. ზადა, შეიძლება გავსინჯო? არა, ეს კოქტეილი ჩემთვის და ჩემი სამომავლო მიზნისთვისაა. მაშნიკო, რატომ გააკეთე ეს ყველაფერი, რას აპირებ? სულელო პატარა ზლატა, ეს ტრანსფორმაციის წამალია. ვაპირებ აუთხის აღზე მივიდე და კობიაკოს შევხვდე. რა სიჭირდება კობიავკოვი? ანუ ის მაგარხზე საუკეთესოა? შენ არ გესმის, აუთხის ფული და პოპულარობა არ მოინტერესებს, კობიავკოს სული აქვს და ლამაზი ვოყები. მე მას ასე გავუკეთებდი. ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია. დადგა სიმართლის მომენტი TikTok-ზე თქვეს, რომ უნდა დალიო წამალი და შეხედო იმას, რაც გინდა რომ გახდე. მინდა რომ მათი გუნდის ერთ-ერთ წევრად ვიქცე. ფიქრობ ეს წამალი მხოლოდ ფაღარათისთვისაა კარგი. ფაღარათი რა არის? აბა როგორ გითხრა ჟენია, მოდი და გეტყვი. რას ფიქრობ, გონი მალე გადაიქცევა? არ ვიცი, მაგრამ უცნაურად გამოიყურება. ჯერ არაფრად არ ვიქცევი, თუმცა რამდენიმე წამში ყველაფერი მოხდება. ღმერთო ჩემო, ნიკოლი გაგიზდა. Gummy go. აუთხი. გამოუვიდა. მართლა გადაიქეცი? არაფერი გამოუვიდა. ვიცოდი რომ ეს TikTok-ის მორიგი სისულელე იყო. რაოს თარში ხომ არ გვეთამაშა? კარგი. არ ვიცოდი რომ ის სინამდვილეში მოხდა. მე ზრდასრული ვარ, მაგრამ მოჩვენებების ჯერ კიდევ ძალიან მეშინია. თელის ხონება მძულს მოჩვენებები. იმედია ეს სიმართლე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ YouTube-ზე ისინი თითქოს რეალურია. რე არის ეს? ნიკოლის შოკოლადის კოქტეილს გავს. ნახოთ რა გააკეთა მან. ეს ამაზრზენია. ჩვენს ოჯახში ქალები კარგად ვერ ამზადებენ. ამიტომ შევწყვიტე ამ მოჩვენებების ყურება ბავშვებს უბრძალო, მაგრამ თვითონ რომ უყურებ, ცუდ ხასიათზე ვდგები. სავალ დავწვევი. რა ხდება ჩემს თავს? გრძნობ თითქოს რაღაცად ვიქცევი. რა ხდება? რა მჭირს ხელებზე? რატომ არ არის ჩემი ანარეკლი აქ? ნიკოლ, სად ხარ? ბოლოს და ბოლოს გიპოვეთ ხალხო. ნიკოლ, რატომ მაიგნორებ? თუ ჩემს იგნორირებას განაგზობ, ტელეფონს ერთი კვირით წაგართმევ. დააჭირე, შენ რა არ მისმენ? ერთი თვე ტელეფონის გარეშე. იჩქარეთ. ისევ მაიგნორებ ერთი წელი მაკდონალდსის გარეშე. რა ჯანდაბა ხდება? დაინახეთ?
რა თქმა უნდა დავინახეთ, ბრმები არ ვართ. როგორც დავინახეთ, ჩემი მაისური უბრალოდ აფრინა და ჩემს მას ფეხზე დაეცა. ამ სახლში მოჩვენება არის. რატომ ყვირის ასე? იმიტომ რომ შენს ოთახში მოჩვენება გყავს. მართალია. არის აქ ვინმე? მე მშვიდობით მოვდივარ. ვინმე არის აქ? აუ! ზლატა, რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? ეს მე ვარ. არ გიარშემჭამო, არ ვარ გებრიელი, მხოლოდ ახლახანს გავიკეთეთ, მაკერატენით. ხო. ზლატა, მეხუმრები, ეს მე ვარ. კარგი რა. ვინ არის ეს? რაღაც შემეხო. რაღაც უცნაური ხდება. მე ვერ ვხედავ ჩემს ანარეგს, ისინი აშკარად ვერ ვხედავენ. მამამდე მოჩვენებების ვიდეოებს უყურებდი, იქნებ მოჩვენება გავხდი, ჩემი ხელები ბრწყინავენ. ისინი ანათებენ. გონი მართალია, მგონი მართლა მოჩვენება ვარ. როგორ წავალ ნიკოლის ქორწილში? კარგი მოიცა ტანია, დამშვიდი 35 წლის ხარ. მოჩვენებები არ არსებობენ. მაგრამ მაშინ რატომ კაშკაშებენ ხელები? მართლაც მოჩვენებები უნდა იყვნენ. ისე მე არ დერვიულობ, რადგან ჩვენთან ასეთი ამბები ხშირად ხდება. იქნებ სულაც არ არიან მოჩვენებები. ასე უნდა იფიქრო და იმოქმედო გონიურულად. თუ ჩვენ ყველა რაღაცას წარმოვიდიანთ, პანიკაში ჩავარდებით. გოდი ჯობია დავგვშვიდეთ. ხო, ძალიან გავაზვიადეთ, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენ უნდა ნახოთ Google-ში თუ რა უნდა გააკეთო ასეთ სიტუაციებში. რომელიმეს ტელეფონი გააქვთ? მე არა. მაშინ ვინმე მაღლა უნდა ავიდეს და ტელეფონი წამოიღოს. და ეს შესანიშნავი იდეაა. შეგიძლია შენ წახვიდე. მე ძალიან ძვირფასი ვარ იმისთვის, რომ მოჩვენებამ შემჭამოს. ვა, რა საპარაკობ, ანუ ჩვენ არ ვართ ძვირფასები? ხოლო ჩვენ ხარ ძვირფასი? ჟენია გაუშვათ, ის ნამდვილად არ არის. გეთანხმები. გოგოებო, რას აკეთებთ? კარგი, გეთანხმები, ეს არ არის სამართლიანი. მოდი ჯეირანი ვითამაშოთ. ჯეირანი, ჯეირანი. მოჩვენება მე ვერ მომყავს. ვაშა! ჯეირანი, ჯეირანი. ვერც მე მომყავს. Yes! მე უკვე შემეხო, არ მინდა იქ წასვლა. მეშინია. ტელეფონი. ზლატა, ვაიმე შემეხო, სიკვდილი არ მინდა. კარგი, ეს უკვე აღარ არის ნორმალური. მართლა მოჩვენებას ავით მაშინებს და თითქოს ვერ მხედავენ. გონდი ყველაფერი გასაგებია. ტანია, შენ მოჩვენება ხარ. კარგი, ახლა როცა მოჩვენება ვარ, შემიზრია ისევ ადამიანად გადავიქცე. მე მხოლოდ უნდა გავარკვიო, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ყველაფერი პირიქით გავაკეთო. მაგრამ სანამ ისინი ვერ მხედავენ, მე შემიძლია გავიგო, რას მიმალავენ. და რა საიდუმლოებები აქვთ. რაკენი აიღე ტელეფონი? ისევ შემეხო ის ტელეფონი რაკ არის? ანუ ამბობ რომ მოჩვენება შეგეხო? ო, უკვე მეორედ. კარგი, მაშინ ამოისუნთქე, მომეც ტელეფონი. აიღე. და მოდი დავუგუგლოთ, რა უნდა გააკეთო თუ სახლში მოჩვენებაა. რა ხდება? რა წერია? აქ წერია, რომ ჯერ უნდა დამშვიდე. აქ მილიონი რჩევა. რა მაგარი გზაა, რომ ასე დაждე და შენ შვილებს შუმად მოусმინო. შემდეგ ის რჩევა, დაურეკე ვინმეს, ვისაც ენდობით. იქნებ შენ შეყვარებულს დაურეკო, ის ისეთი მამაცი ბიჭია. რა, შეყვარებული ყავს? არა, ვერა, მას უნდა რომ მაკოცოს, მე კი ვფიქრობ, რომ 18 წამდე ეს ძალიან ადრეა. რა, ვის უნდა ნიკოლის კოცნა? ვინ არის ეს ნაძირალა? რჩევა ნომერი მესამე. სადეთ დაელაპარაკოთ მოჩვენებას, თუ ის ნამდვილად არსებობს, უნდა დაგელაპარაკოთ. მე ნამდვილად არ მინდა მოჩვენებებთან საუბარი. ო, ნახე ვინ ლაპარაკობს. შენი ყოფილი შეყვარებული მოჩვენება გახდა, როგორც კი გაიგო, როგორი იყავი. გაქრა. რა თქვი? მოკლა, მოდი აქ. დამშვიდით, მოდი მართლა ვცადოთ მოჩვენებასთან ლაპარაკი. შოკში ვარ. არა, მიხარია რომ მოჩვენება ვარ. როცა ჩემს ხელში დაბრუნდები, ნიკოლთან საუბარს ვაპირებ. აუ, აბა როგორ ფიქრობთ, რა უნდა უთხრათ? უბრალოდ დაუძახოთ მას და უთხრათ, მოჩვენება, მოდი ჩვენთან. ცხოვრება თუ მოგვბერძდა, ეს შესანიშნავი იდეაა. სხვანაირად როგორ გინდა მასთან საუბარი? კარგი, ცადოთ. მოჩვენება, მოგვეცი ნიშანი. ო, ნიშანი გინდათ? 2 წამი. არა უშავს, მოდი ისევ გავიმეოროთ. მოჩვენება, მოგვეცი ნიშანი. აი შენი ნიშანი. აემნებზე ვეღარ წახვალ ხოლმე. როგორც ჩანს, არ მუშაობს, ისევ ვიყიროთ. მოჩვენება, მოგვეცი ნიშანი. რატომ ყვირი ხარ? ნიშანი გინდოდა და მოვიდა კიდეც. პრობლემა ის არის, რომ თუ მან ნიშანი მოგცა, ეს ნიშნავს, რომ ის ნამდვილად არსებობს. ზლატა, მოდი ნუ იმალები. ოჰ, ეს ყველაზე ცუდი და ჩემს ცხოვრებაში კარგი მოვდივარ. აქ წერია, რომ აემნებზე ვეღარ წახვალ. და ვიცოდი, რომ ეს ურთიერთობა შეცდომა იყო. ასეთი პასუხის მიღებას არ ველოდი. უცნაურია.
მოდით გავარკვიოთ რა ხდება იქ. მოჩვენება, გვითხრი როგორია ცხოვრება მან, სადაც შენ ცხოვრობ. აქ ყველა შვილი დედას უჯერებს. უკვე უნდა შეეგუოთ ამას. აქ ყველა შვილი დედას უჯერებს. მოიცადეთ, მე არ ვაპირებ რომ იქ წასვლის შემდეგ დედას დაუჯერო. ოხ, ნიკო, თუ დედას არ დაუჯერებ, მაშინ თან წაგიყვან. ძალიან მეშინია, აღარ მიდააქოფნა. გოგოებო, დამშვიდით. ვერ დამშვიდებით. თუ დედას არ დაუჯერებ, თან წაგიყვან. თითქოს ამას დედა ჩემი ამბობს, სხვათა შორის სად არის დედა? არ დაგინახავთ? სახლში არ იყო? კი, წამომოვძებნოთ. რეგორიგო ჩვენ სახლში არის მოჩვენება და ეს ძალიან უჩვეულო სიტუაცია. არ ვიცი, მაგრამ მაინტერესებდა არიან თუ არა მოჩვენებები ჩვენს გამომწერებს შორის. ნეტა გამომწერებში ყავს მოჩვენებები? მოჩვენება ხარ? ამის შემოწმება ძალიან მარტივია. ახლა ვერ შეეცადეთ დააჭიროთ გამოწერვის წითელ ღილაკს. თუ მუშაობს და ღილაკი ნაცისფერი გახდება, თქვენ ნამდვილად არ ხართ მოჩვენება. ესე იგი ადამიანი ხართ. და თუ დააჭერთ და ღილაკი ფერს არ შეიცვლის, ცუდი ამბავი მოგვჩვენების. ძალიან ცუდი ამბავი. მოჩვენება ხართ. მოდით ახლა შეამოწმეთ რომ დაარწმუნეთ რომ 100% ადამიანი ხართ. და დაწერეთ კომენტარებში მოჩვენება ხართ თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის ამტკიცებლად გამოწერა მოახერხოთ. კარგი, წავიდეთ მოჩვენებას ნასასაუბროდ. წავედით, ჯენია იქეთ? მე აქეთ. დედა. ტანია. დედა, აშკარად მისი ოთახია. დედა. ტანია არსად არის? შეიძლება რადაც საშინელება მოხდა. რას გულისხმობ? რა მოხდება თუ იგი მოჩვენებამ გაიტაცა? დედა ჩემი, დედა ჩვენი, მოჩვენება, მეს მეორედ აღარ თქვა. მე იმას ვამბობ რომ როგორც კი მოჩვენება გამოჩნდა, ტანია გაქრა. ო, ნიკოლ, ბოდიში, მაგრამ ეს ყველაფერი ლოგიკურია. ის სახლში იყო, მოჩვენება გამოჩნდა და ის გაქრა. დედა, მოიცადე. იქნებ თავად დედა ჩემი გახდა მოჩვენება. ნუ გამოვიტანთ ნაჩვენად დასვენებს. უბრალოდ გადავამოწმოთ. ო, მე მაქვს იდეა როგორ გავიგოთ ეს დედა თუ არა. მე ვიცი რაზე ლაპარაკობს დედა ჩემი ყველაზე მეც. ჩემი ოთახის სისუფთავეზე. აბა რას აპირებ? ახლა ჩვენ დავიწყებთ ნაგვის დაყრას და ნივთების დაყრას. და თუ მოჩვენება ნამდვილად დედა ჩემია, ის გამოჩნდება. გენიოსო, წავიდეთ, ეს იდეა მომწონს. წავიდეთ? მოდით წავიდეთ. დედა, მე აქ ნაგავს ვხრი. მან თქვა რომ ნაგავს ხრის, მე ახლა მას ვაჩვენებ. რა ხდება? არ გესმით, ხო? ახლა გაჩვენებთ. ერთი მხრივ ეს საშინელება, მეორე მხრივ კი მივხვდი რომ დედა ჩემი მოჩვენება. ო, მოიცადე, თუ მოჩვენება დედა შენია, ესე იგი არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს. დედა, გაჩერდი. ო, გაჩერდი, არა, ეს ნამდვილად დედა ჩემია. დედა, შენ მოჩვენება ხარ? კი, მომეცი ნიშანი. მადლობა, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა სხვა ნიშანი ყოფილიყო, მაგრამ ესეც კარგია. კარგი, თუ ასეა, ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ როცა მას შეუძლია ჩვენი მოსმენა და ჩვენ ვერ ვხედავთ და არ გვესმის მისი. მოდით დავფიქრდეთ, რა შეიძლება მოხდარიყო, რატომ გადაიქცა ის მოჩვენება? ტრანსფორმაციის წამალის დამზადებას ვცდილობდით? იქნებ მანის დალია? ტრანსფორმაციის წამალი, ეს სისულელე, რომელსაც სვამდი? მოიცა, შენზე რატომ არ იმოქმედა? ეს კარგი კითხვა. ნებამომესი რეცეპტს გადავხედო. აქ ნათქვამია, რომ შეგეძლო გადაიქცებ მხოლოდ უშუალო სხეულად. და შენ გინდოდა ადამიანად გადაქცევა. მოჩვენება უშუალოა, ამიტომ გადაიქცა დედა. ერთ-ერთი კითხვა მაქვს, რატომ უყურებდა დედა მოჩვენებებს, რომ ამ სისულელეს სვამდა? არ ვიცი. ის ჩვენ ასეთი რამეების ყურებას გვიგზავნებს, თვითონ კი უყურებს. კარგი, გავჩუმდები. გავჩუმდები. ჩვენის კოქტეილი უნდა მოვიდანოთ, დედამ უნდა დალიოს ის და თავის ფოტოს შეხედოს. და იგი ისევ ადამიანად გადაიქცევა. წავედით! ასე რომ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ არის თუ არა დედა აქ. დედა აქ ხარ? კარგი, დედა აქ არის. ზად აქ თხო ვიპოვე კოქტეილი. ერთი წამი. აიღე. დედა აქ არის კოქტეილი, აქ არის. ახლა ჩვენ გვჭირდება რეცეპტის სრულყოფა. ნახოთ, აი ჩვენ მივდივართ, ნახეთ. რეალურად ადამიანად რომ გადაიქცეთ, ამ ადამიანის რაღაც ნაწილი უნდა დაამატოთ. ანუ მისი რაღაც ნაწილი დაგჭირდება? თმა რომ დავამატოთ? გონი იმუშავებს კი? მაშინ ერთი წამი. კარგი, მე სავარცხელი მოვიტანე. მოდი, ახლა დავამატოთ თმაც. ახლა კი ჩვენ ყველაფერს ურავთ. ამას ვერ უყურეთ. ვერ ვიტან ასე რომ აკეთებს. კარგი, ვცადოთ. მე აქ ვარ.
გაჩერდი, სასწრაფოდ მითხარი შენი შეყვალებულის შესახებ. ოკეი, ნიკოლ, გაჩერდი, მოდი აქ. ისე ყველაფერი კარგია, რაც კარგად გთავრდება. 3 2 1 0-ისგან მის ნიკოლის არსე ხარ. მადროთო ვიდეოს უყურეთ. ბოლომდე და არ დაგავიწყეთ მოწონება, ჩვენ წავედით. მოიცადეთ, სიმღერა დამავიწყდა. კარგი, გავიკეცით. 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. დღეს ყველაზე საშინელი რამ მოხდა, დედაჩემმა მეხსიერება დაკარგა. ბევრი რომ გადაგხვდენია, მაგრამ ეს წარმოგიდგენიათ, დედაჩემს არავინ ახსოვს, არც მე და არც სხვები. ის ისე იქცევა თითქოს 10 წლისა. სხვა გზა არ არის, მე უნდა გადავარჩინო. სანამ ამ ვიდეოს დავიწყებ, მინდა მივმართო ყველას, ვინც ამ ვიდეოს გამოწერის გარეშე უყურებს. მეგობრებო, YouTube-ზე არის წესი, თუ უყურებ ვიდეოს და მოგწონს, უნდა გამოიწერო არხი. ასე რომ გამოიწერეთ ახლავე, რადგან ეს YouTube-ის უძველესი წესია. არ შეიძლება უყუროთ ვიდეოებს, რომლებიც მოგწონთ გამოწერის გარეშე. YouTube-ი არ გაჩვენებთ არც ერთ ახალ მაგარ ვიდეოს. ასე რომ YouTube-ზე რაიმე საინტერესო საყურებლად გამოიწერეთ ახლავე ჩემი არხი. ახლა კი გაჩვენებთ, სად დაიწყო ყველაფერი და როგორ დაკარგა დედაჩემმა მეხსიერება. მესროლე, დაიჭირე. მე ჩემსკენ ისროლე. არა, მე ჩემსკენ ისროლე, ჩემსკენ. მე მომაწოდე. არა. მოიცადე, ჩვენ უკვე ვიღებთ. ნიკოლ, ვიდეო მოხუც ბებიებზე. მოკლედ, ჩვენ თამაშობთ გაბრაზებულ ზვიგენს. ზვიგენი ერთმანეთს 3 წამის განმავლობაში უნდა ვესროლოთ. თუ სხვა ვერ მოახერხებს მის სწრაფად გადაგდებას, ან არ დაიჭერს, მიიღებს პანჩურს. დავიწყეთ. ბავშვებს ბლინები მოუმზადე. მთელი დღე თამაშობენ, წავალ მივუტან. ჩემსკენ ისროლე. არა, ჩემსკენ. დედა, ყველაფერი რიგზეა? დედა! უკაცრავად ეს მე არ ვიყავი, ეს ლატა იყო. გაგიჟდი? მაშინ ნიკოლი. ბოგდან! მე როგორ გავაკეთებდი ეს ლატა? ბოგდანია! არა ზლატა. ბოგდანი თქო. მეგობრებო, დამშვიდდით, დედა უნდა გადავარჩინოთ. კარგი, გადავიყვანოთ ცალში და მოვიფიქროთ რა ვქნათ. ბოგდან! მე წავაქციე და მე წამოვიყვან. ჯანდაბა, მანდ ბლინებია. ბოგდან, როგორ შეგიძლია ახლა საჭმელზე იფიქრო? ამზადებდა, როგორ ცდილობდა. უფრო სწრაფად წადი. ბოგდან, შენი ბრალია. მე არ ვარ დამნაშავე, უბრალოდ რა უნდა ვქნათ? ის უგონო მდგომარეობაშია. მე არ მინდოდა დამერტყა, განზრახ არ გამიკეთებია, მეგობრებო. შეგეძლო მშვიდად გეთამაშა და არ გერბინა სპილოსავით. როგორ მომართავ, არც ისე მაგრად დამირტყამს. მართლა? ბოგდან ის არ მოძრაობს. მართლა ძლიერად დამირტყამს. მეგობრებო, კამათის დრო არ არის. მოდით გადავწყვიტოთ რა ვუყოთ დედას. მე მაქვს იდეა, ყველაფერს გამოვასწორებ. მე ვიცი შენი იდეები. იქნება არა. ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშაა. დედა. ტანია, გაიღვიძე. ტანია! ბოგდან, შენ ყველაფერს გააუარესებ. ჭკუაზე ხარ? ადამიანებთან ახლოს შენი ყოფნა არ შეიძლება. მეგონა დაეხმარებოდა. დაეხმარა? ჯანდაბა, ყველაფერი ჩემს ხელში უნდა ავიღო. ურა! თქვენ ვინ ხართ? დედა, შენ დაბრუნდი. რომელი დედა? 10 წლის ვარ. ვინ ხარ შენ? რა ხდება? სად არის დედა ჩემი? დედა, მე ვარ. შენი ქალიშვილი ეს ბოგდანია. ეს ლატა, ჩვენ უბრალოდ შემთხვევით მოგარტყით. რა ქალიშვილი, 10 წლის ვარ და ვინ ხარ შენ? თავი დამანებე. ჯანდაბა. ეს რა გავაკეთე?
მეგობრებო, მოდით, რაღაც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ საქმე ცუდადაა. ერთი იდეა მაქვს. გაჩერდი. კარგი რა, ბოგდან. არც ისე ცუდი, მან ხომ გაიღვიძა. რა თქმა უნდა. გონი მეხსიერება დაკარგა და 10 წლის ასაკში დაბრუნდა. როგორ მიხვდი? ის ვერ უგრძნობს და ამბობს, რომ ის 10 წლისაო. ფიქრობ ეს ლოგიკურია. ერთი გზა არის. ბოგდან. და რა უნდა გავაკეთოთ ახლა? მოდით რაიმე ვაყურებინოთ YouTube-ზე. ის დაისვენებს და ჩვენ მოვიფიქრებთ რა მოვიმოქმედოთ. ავიდეთ. გამარჯობა, მე მქვია ზლატა. გამარჯობა, მე მქვია ტანია. მას ახსოვს მისი სახელი. რა? არაფერი, ეს ნიკოლია. მე შენი ქალიშვილი ვარ. რა? ჩუმად არ უთხრა მას ასეთი რამ, რადგან ეს დასტრესავს. მან უნდა დაისვენოს. ბოგდან, რა შვები? ჩართე. შეხედე, შეგიძლია YouTube-ზე უყურო რაღაცას. ჩვენ დაგტოვებთ. შემდეგ კი დავმეგობრდებით და ვითამაშებთ. მეგობრებო, თქვენ ძალიან უცნაურები ხართ, მაგრამ კარგი. აი, აიღე და უყურე. YouTube მაგარია. ვიცოდი რომ დედაჩემი მზრდიდა, მაგრამ მისი აღზრდა ეს ძალიან მეტისმეტია. მეგობრებო, მოდი მას თავიდანვე ვასწავლოთ ყველაფერი. თუ ის ვერაფერს გაიხსენებს, ჩვენ მას ჩვენზე მოვარგებთ. დიახ, ის გამოაცხობს ნამცხრებს, ეკლერებს, ბლინებს. გამარჯობა მეგობრებო, მინდა შეგახსენოთ რომ დედაჩემზე ვსაუბრობთ. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ასე დატოვება. მოდი ვასწავლოთ ის, რასაც მანამდე აკეთებდა. ჰო, მაშ როგორ ხარ? როგორ ხარ? მეგობრებო, ერთი არხი ვიპოვე, მის ნიკოლი. ეს ხომ შენ ხარ? შემიძლია შენთან სურათის გადაღება? გთხოვ. დიახ, რა თქმა უნდა, გადავიღოთ. ჯანდაბა. ეთყობა თავი ძლიერ დაარტყა, წავალ ბინტს მოვიტან. რასაკეთებ? ახლა ტრენდულია, მოდის ტენდენციაა. ახლა ნამდვილად მოდური და ლამაზია, გიხდება. ნიკოლ, თუ ეგრე ამბობ, ანუ მართლა კარგია. შეხედე, ეს ჩემი ოთახია. ეს ჩემი საყვარელი ბლოგერის ოთახია. ხო, მე ამას ვერასდროს შევეჩვევი, ასე რომ ძალიან სწრაფად უნდა გაიზარდო. მე გასწავლი მაკიაჟის გაკეთებას. მაკიაჟი? მე მხოლოდ 10 წლის ვარ. დედა მომკლავს. ნუ გეშინია, დედა ვერაფერს გაიგებს, მით უმეტეს ბებია შორსაა. კარგი, მოდით, გავიკეთოთ. ეს არის ჰაილაითერი. ჰაილაითერი? ეს იმისთვის, რომ სახე მიბრწყინოს, ეს მისი ფუნჯია. აი ასე აკეთებ. არ მჯერა, რომ მის ნიკოლი მეხება. ეს უკვე მაღიზიანებს. შეხედე, ეს რუმიანაა. ეს იმისთვისაა, რომ ვარდისფერი იყოს ლოყები. უკვე გავწითდი, რადგან შენთან ერთად ვსივარ. შეხედე, ეს პომადაა, აირჩიე. მე თვითონ მინდა ვცადო. დიახ, აი ასე. ნიკოლ, კარგია? ისე ცოტა არასწორია. მან კი მითხრა, რომ ბავშვობაში მაკიაჟის გაკეთება კარგად იცოდა. ნიკოლ, ახლა შენსავით ლამაზი ვარ? დიახ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს რაღაც საერთო. ახლავე გასწავლით საჭმლის მომზადებას. ჩვენ მოვამზადებთ ბლინებს, ადრე ძალიან კარგად აკეთებდი. ბლინები? ბლინებს დედაჩემი ამზადებს. დიახ, თქვენ ამის გამო განიცდიდით. ახლა არა აქვს მნიშვნელობა. დაგჭირდება აი ეს და ქვილი. აი ისიც. პატარა, მაგრამ კარგი კვერცხია. არის და ჯერ კიდევ კვერცხი უნდა გავტეხოთ. და ფრთხილად ისე, რომ გარეკანი არ ჩავარდეს. უი! ნიკოლს ბლინები უყვარს. მინდა მოვამზადო მხოლოდ ის, რაც მას მოსწონს. მას ნამდვილად არ მოსწონს ასეთი. ახლა დავამატოთ ფქვილი, 2 კოვზი. კარგი, ყოჩაღ. ახლა რძე. ოი, კარგია. ეყოფა, ახლა შეურიე. მე მგონია, რომ ჩვენს დედებს ბავშვობიდან ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ. ნიკოლის სკოლაში უნდა ატარო, ამიტომ გასწავლი მანქანის ტარებას. ნიკოლის სკოლაში მოვხვდები? ურა, ურა! აქამდე არც ისე ბედნიერი იყავი ამის გამო. ეს შენი მანქანაა. ვისი? დაივიწყე.
დაჯექი საჭესთან. მაგარია. რა თქმა უნდა, ღვედი შეიკარი, უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. გავიგე, ვიკრავ. უნდა დავეყნოთ შენს მეხსიერებას. კარგი. გამომდის? როგორ თქვა, მგონი კი? მაგარია. გვაძლო ბოგდან, ისე მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ლამაზი ხარ. ვერ გავიგე? შემიყვარდი, როცა პირველად დაგინახე. შეყვარებული ყავს? არა, ой, ნიკოლი მომკლავს. ასე რომ გაკვეთილების შემდეგ გავისერნოთ. ნაყინი ვჭამოთ. ტანია, შენ მხოლოდ 10 წლის ხარ, ჯერ ნაადრევია. მოდი მოგვიანებით ვცადოთ. მე დაგელოდები. იჯექი უნდა გავისეირნო სუფთა ჰაერზე. ტანია, როგორ ხარ? გოგოებო, ბოგდანი შემიყვარდა. ვინ შეგიყვარდა? რა? შენც მასე ხარ შეყვარებული? დედა, ой, ტანია, ვერ შეგიყვარდება ბოგდანი. რატომ? ის სიმპათიურია. იცი რა, ბოგდანი უბრალოდ ზლატას ხვდება. რა, როდის? არა. ჯანდაბა, რა სამწუხაროა. შენ ისეთი იღბლიანი ხარ, ის კი ისეთი საოცარია. გამიმართლა. აქ დაჯექი, მე დაუბრუნდები. ზლატა, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. ბოგდან, რა გაუკეთე დედა ჩემს? არაფერი გამიკეთებია, ის მოვიდა და მითხრა, რომ სიმპათიური ვარ. დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. იცი რომ არ შეიძლება დედა ჩემს შეუყვარდე? ეს ყველაფერი უკვე მეტის მეტია. მომბეზრდა 10 წლის არ ხარ, დედა ჩემი ხარ და უბრალოდ მეხსიერება დაკარგე. რა სისულელეა? ზლატა, მე არ დაგითმობ ბოგდანს, ის ჩემია, მე ის მიყვარს. მე წავედი. მოიცადე ბოგდან, სად მიდიხარ? მინდა დაგელაპარაკო. მოიცადეთ. ტანია, დამანებე თავი. ბოგდან, მოიცადე. გასაქცევი არც სადმა აქვს. დედა, ყველაფერი კარგადაა? მეჩვენება თუ ამბავი მეორდება. სასაცილო იქნება თუ ის ახლა 5 წლის გახდება. ბოგდან! ნიკოლ, რატომ ხარ გარეთ ქურთუკის გარეშე? დედა, ვინ ვარ შენთვის? რას გულისხმობ? შენ ჩემი ქალიშვილი ხარ. წადი გამოიცვალე გარეთ ცივა. ურა! რა ხდება ეს? რა მაქვს თავზე? ეს ახალი ტენდენციაა. 3, 2, 1, 0 თქვენ მის ნიკოლის არხზე ხართ. დედა ჩემი დავაბრუნეთ. მოწონება არ დაგავი